ესე იგი ვაგრძელებთ ჩიპიზაციის თემას. ეს ვიდეო დაკავშირებულია ერთმანეთთან, ეს დასაკრავსია. აქაც ახლა რამდენიმე საკითხს შევეხები, რომლებიც აი ესე წარმოიდგინეთ ბირთვი არის ჩიპიზაციის თემა და ამის გარშემო დეტალებია რა. და ზოგჯერ ცალკე ერთი ტექსტი ყოველთვის არ იქნება. მოკლედ, ეხლა რას მოვუწევ? ვიყავი ფილმზე კაპიტან ამერიკა ახალი მსოფლიო წესრიგი. სხვათა შორის ეს არის მარველის კინოსამყარო, ვინც არ იცით, ნახოთ, ხა მე თქვენს მაგერად მე ვერ ვნახავ, უნდა იცოდეთ ეს ძალიან კინოსამყაროა. მულტივერსი, სტორილაინი მიმდინარეობს, ესე იგი ბოლო როდის, ესე იგი 2003-4 წლიდან მოყოლებული დაიწყო ფილმები ჰალკი, რკინისკაცი ასე შემდგომ. და მოკლედ აქ არის გაჟღერებული ჩიპიზაციის შესახებ ძალიან ბევრი დეტალი, ანუ აქ ამჟღავნებენ ამ ფილმებში, სხვაგანაც, მაგრამ აქ განსაკუთრებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალები გაჟღერდა ესე იგი, პირველი შურისმაძიებლები კი არა და მეორე არა, ბოდიში შურისმაძიებლებში კი არა, კაპიტან ამერიკა სამოქალაქო ომი, როდესაც იყო, როდესაც შურისმაძიებლები შუაზე გაიყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, იქ იყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დოქტრინისთვის თუ მოკლედ შურისმაძიებლების კონტროლისთვის უნდა მოეწერათ ხელი რა. ანუ აქ აჩვენეს მსოფლიოს აჩვენეს ის, რომ უბრალო მოქალაქე კი არა, შურისმაძიებლები, ანუ მსოფლიოს დამცველი სუპერგმირებიც კი უნდა დაექვემდებარონ კონტროლს. ანუ ეს არის, აქ არის საუბარი, ქვეტექსტები ჩაუდეს ხალხს გონებაში და თან გააფრთხილეს და თან მატრიცაში დააფიქსირეს, რომ ეს ესე იქნება, რომ ტოტალური კონტროლი შეეხება ყველას. და ამის ინიციატორი თვითონ ჩემი საყვარელი პერსონაჟი რკინისკაცი იყო, ანუ ტონი სტარკი იყო რა და ეს ყველაფერი თვითონ ტონი სტარკი განასახიერებს ილონ მასკს, რეალობაში რაც არის ილონ მასკი, ტონი სტარკი ფილმებში განასახიერებს ილონ მასკის ფეისია და თვითონ ილონ მასკის ფეისი, ესე ვთქვათ, სახე არის იმ ტესლა და ტესლა X-ის და მოკლედ აი ამ კომპანიების სახეა. არაფერი მაგას არ გამოუგონია, ესენი უბრალოდ სახეები არიან და ანუ ძალიან ჩახლართული ამბავია რა, უბრალოდ რა ესე ვთქვათ, ინფორმაციებსაც ვაფიქსირებ, რომ ჩიპიზაციასთან არის დაკავშირებული, იმას გიყვებით. მერე ესე იგი სერიალი იყო თვითონ ამ მარველის ზამთრის ჯარისკაცი და ფალკონი და ზამთრის ჯარისკაცი თუ როგორ ქვია, ხო? და იქ ბოლო სერიაშიც ტოტალური კონტროლის შესახებ იყო, იქ ქუჩაში ერთ-ერთ შეტაკებაზე იყო მესიჯები ჩადებული, უნდა ნახოთ ეს სერიალიც. და ეხლა კაპიტან ამერიკა გამოვიდა, სადაც უკვე სტივ როჯერსი აღარ არის და თვითონ ეს ფერატკანიანი, რა ქვია მას, სემი თუ რაც ქვია. ეს ბიჭი, ესე იგი, ეს ბიჭი არის უკვე კაპიტან ამერიკა გახდა თვითონ სტორილაინიდან გამომდინარე და აქ იყო ნაჩვენები, ეხლა თვითონ აი ამ ფილმში შეხედეთ რა. ფილმში იყო ნაჩვენები სელესტიანელის კუნძულის სამიტი, მოკლედ ერთ-ერთი რაღაც უცხოპლანეტელი, რომელიც აქაც ეგ მინიშნება სხვათა შორის დედამიწა როგორც აი კვერცხი და რო წიწილა იბადება. დედამიწაც ესე იგი მუდმივებში იქ ეტერნალში ერთ-ერთ ფილმში იქ იყო ნაჩვენები, რომ დედამიწა არის შექმნილი იმისთვის, რომ შიგნით რაღაცა გალაქტიკათა შორისი რაღაც არსება დაიბადოს რა. თავი აქ ამოყოფილი და ამას ამ უცხოპლანეტელის თემას ჯერ ეს უცხოპლანეტელების მიმართ დაპირისპირება და მსოფლიოს გაერთიანებას უკავშირდება, ან სუფთა ტექსტებია. პლუს სამიტი იმართება თეთრ სახლში, აი ამ სელესტიანელის კუნძულის გარშემო, რომ აი რა როგორ გაუმკლავდნენ. აი შემდგომ რომ მომავალში უკვე ტრის ხატი რო შეიქმნება, იქ რა ვთქვათ, ეხლა ტერორიზმი იყო, მერე უცხოპლანეტელები, მერე ვთქვათ ქრისტიანული ისლამური დაპირისპირება რაც იქნება, ომი, რომ ეს ყველაფერი ესე ვთქვათ შეაჩერონ, რომ მერე ანტიქრისტეს მოიყვანენ, რომ მან აი ვთქვათ ვიღაც ჭკვიანი ტიპი იქნება, რომელიც ამ პრობლემებს გადაწყვეტს, რომელიც არის ხელოვნურად გამოგონილი რა. მოკლედ სელესტიანელის კუნძულის სამიტი მაგასთან იყო დაკავშირებული, თვითონ ესე იგი სამიტზე გამოჩნდა ჩიპი და ჩიპიზაციის თემები, ჩიპები იყო გამოჩენილი. ნახეთ, მე ეხლა კინოთეატრში უყურე ამ ფილმს, მაგრამ ნახეთ მე თვითონ რო გამოვალ საიტებზეც რო გამოვა. ხო, სელესტიანელი, ანუ საერთო მტრის გარშემო მსოფლიოს გაერთიანების თემა და აქ იყო სინათლის ენერგიით გონების კონტროლი. ეს რომ კინოდან რომ მოვედი, ეგრევე ჩავიწერე, რაც თორე დამავიწყდებოდა რა.
სინათლის ხო ჯერ ესეთი ხალკი და ანუ წითელი ხალკი ჰარისონ ფორდი თამაშობს უკვე და ეს მეორე ხალკია, სხვა ხალკია, წითელი ხალკი და გამა გამოსხივების აბები. მოკლედ ჩუმჩუმად გამა გამოსხივების აბებს ანტაგონისტი ასმევდა ამ ამერიკის პრეზიდენტს უკვე და გახდა წითელი ხალკი. და ანუ წითელი ხალკი გახდა გამა გამოსხივების აბებით, გამა გამოსხივება არის ძალიან მნიშვნელოვანია და სინათლის ენერგიით გონების კონტროლი. სინათლის ენერგიით გონების კონტროლი რაც არის მანდ ფილმში ნაჩვენები პირდაპირ არის ხალხნო 5G ანტენების თემა რა. ანტენაში კი არ არის პრობლემა, აი გონების კონტროლს ნანო ნაწილაკებზე როგორ განახორციელებენ, პირდაპირ ეგ არის ნაჩვენები. ხო ცოტა უნდა უყუროთ და თქვენც უნდა გაიაზროთ რა ზეა საუბარი. არის მე იქ ხალხს უპირისპირდება, ანუ თეთრ სახლს იცავს ვერტმფრენი დრონები, ანუ უპილოტო ვერტმფრენი საბრძოლო დრონები. ამას ანტიქრისტეს დროს გამოიყენებენ ტოტალური კონტროლის დროს. ანტაგონისტის ხელში პულტი, რითაც რეალურად 5G ანტენები ხო, ნახე ანტაგონისტის ხელში არის პულტი, რითაც რეალობაში მე 5G ანტენებით რაღაც სიხშირებს გამოუშვებენ ხალხის გულის გაჩერებას და გონების კონტროლს მოახერხებენ. ანუ ხალხის გულის გაჩერებას და გონების კონტროლს მოახერხებენ, რაც უკვე კოვიდის დროს მოხდა. ეგ მოხდა აი სამამტყოფოებში, მე 100%-იან დარწმუნებული ვარ, ჩემი აზრია პირადი, მაგრამ ეს აზრი ეყრდნობა ბევრ რეალურ ფაქტს, მე ბევრი ინფორმაცია მოვისმინე და იქ იყო მარტო სასუნთქი გზები ჩაკეტვა, იქ რაღაცა ფილტრები იყო გამოსაცვლელი, მარტო ეგ არ იყო. აშკარად სამამტყოფოებზე ეყენა, შეიძლება ყველგან არა, მაგრამ ძირითადად სამამტყოფოებზე კოვიდის დროს ეყენა ანტენები და იქიდან სიხშირებს უშვებდნენ, რითაც ხდებოდა ახლო მდებარე შენობებში პაციენტებზე გულის გაჩერება რა. და პლუს კიდურების დამოუკიდებელი ამოძრავება. ანუ ზომბი აპოკალიფსის პირველი ნიშნები დაფიქსირდა კოვიდის დროს. მე გეუბნებით ეს ვიცი რაც არის და რაც მოხდა და ვიცი და. ესე იგი, ეს გონების კონტროლი დაკავშირებული არის თვითონ მარველის კინოსამყაროში წითელი ოთახის ნაწილთან რა. წითელი ოთახის ნაწილთან, ანუ უნდა ნახოთ ფილმი Black Widow, შავი ქვრივი, ზუსტად იქ ნატაშა რომანოვი, როდესაც შედის იმ წითელი ოთახის თავარ უფროსთან, რომ უფროსი მოკლას ვერ კლავს, იმიტომ რომ ნანო ნაწილაკებით აკონტროლებს თავის ქვეშემრდომ სპეცსამსახურის, ესე ვთქვათ, სპეცაგენტებს რა, ქალ სპეცაგენტებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ რაც შეეხება ფილმს, ანუ კაპიტან ამერიკა ახალი მსოფლიო წესრიგი, Brave New World, ესე იგი იმას ვიტყვი რომ თვითონ ფილმი ძალიან კარგი იყო, მომეწონა უბრალოდ, იმიტომ დაუწერეს, დაბალი შეფასება დაუწერეს და იმიტომ დაუწერეს ჩემი აზრით დაბალი შეფასება, რომ ეხლა ვინც მარველი იცის იმათვის ვიტყვი ორ სიტყვას, აი დაახლოებით ალტრონის ერა რო იყო შურისმაძიებლები, აი წარმოიდგინეთ ფილმი რო გარჩერებულიყო, აი ტონი სტარკმა რო რკინის კაცმა რო ხალკი გააჩერა იქ შუა ქალაქში, რო დაეჯახნენ და იბრძოლეს, აი მან რო გარჩერებულიყო, დამთავრებულიყო ფილმი. აი ესე შუაში გაწყდა ფილმი. მოკლედ იყო პირველი შეტაკება, მერე რაღაცა ბრძოლები, შუაში რო ბრძოლაა ხოლმე. აი ეს ბრძოლა იყო და უცებ დამთავრდა ფილმი. ანუ აი უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 7, ანუ სცენარის მიხედვით როგორც არის, მერე შემდგომ 7 სცენარი და ბოლოს მომზადება საბოლოო ძალიან დიდი ბრძოლა და შეტაკება უნდა ყოფილიყო ხალხთან. უნდა ჩაერთოთ ზამთრის ჯარისკაცი გამოჩნდა, მაგრამ რა ქვია იმას, მაგრამ ბაკი ბარნსი რა გამოჩნდა, მაგრამ უბრალოდ გამოჩნდა ისაუბრეს და მორჩა, ანუ შეტაკებებში სხვა სუპერგმირებს არ მიუღიათ მონაწილეობა და ანუ ძალიან მწირი აღმოჩნდა, ამიტომ ეს ფილმი რა, უნდა ყოფილიყო ერთი დიდი მთავარი შეტაკება რამდენიმე სხვა სუპერგმირთან ერთად რა. და აი რო იტყვიან ფილმს 30% ბოლო 30% მოჭრილი აქვს, ანუ არ არის გადაღებული, ანუ რაღაცა იაფად გამოძრუნდნენ და მოკლედ უკმაყოფილება დაიმსახურება და 6 და 1 აქვს თუ რაღაცა შეფასება რა. ამიტომაც ხო და თვითონ რაც იყო კარგი იყო, უბრალოდ არ დაამთავრეს ფილმი რა. შეტაკებები, ბრძოლები, ყველაფერი კარგი იყო. ეხლა მეორე თემაზე გადავიდეთ, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩიპიზაციას. ერთ-ერთი პოსტი მინდა Facebook-იდან წავიკითხო, დონალდ ტრამპის საქმენი საგმირონიაო, ერთ-ერთი ადამიანი წერს, ახლა მოусმინეთ. დონალდ ტრამპი ერთ-ერთი ცრუ გმირი, რომელიც ვითომ ებრძვის დედამიწაზე გამეფებულ ბოროტებას.
რეალურად კი ხასიდებს ყავთ ჩასმული ჯიბეში. რაც საყოველთაოდ ცნობილი ამბავია და ამ ბოროტების მანქანის ერთი რომელიღაც დეტალია, ან დეტალის დეტალი. გახსოვთ ხო ვითომ მისი ლიკვიდაცია რომ სურდათ, მათ ვისი ლიკვიდაციაც სურდათ, უკლებლივ ყველა გააგზავნეს იმ ქვეყნად. მათი სნაიპერები მიზანს არასდროს აცდენენ. ტრამპი კი სროლის შემდეგ რატომღაც ჯანმრთელი და უსისხლო ყურით ჩაჯდა ჩაიმალა. ჩამალვის პროცესში სისხლის იმიტაცია ან გამზადებული სხვისი სისხლი ჩაასხეს ყურში და როგორც კეჩუპს ასხამს შაურმა ზუსტად მასე მიასხეს სახეზეც, რასაც 2 წლის ბავშვიც კი მიხვდება. თუმცა უამრავმა დაიჯერეთ მისი ლიკვიდაციის ცდილობის სიმართლე. ამ იაფფასიან სცენარს მსხვერპლად შესწირეს ვიღაც უდანაშაულო დამსწრე, რომელსაც ტყვიამ გაიარა და უკან ვიღაცა დამსწრე მოკვდა. უდანაშაულო დამსწრე, რომელსაც ტრამპისთვის განკუთვნილი ტყვია მოხვდა. ვითომ შემთხვევით, რაც თავარია სისხლი დაიღვარა და ბოროტების ღმერთს უდანაშაულოს სისხლი მიართვეს მსხვერპლად. ადგილზევე ლიკვიდირდა სნაიპერი, ესეც საპირწონე სისხლი, ვიც ენერგეტიკული მსხვერპლად შეწირვის ამბებია, ეს რო იცოდეთ. ადგილზევე ლიკვიდირდა სნაიპერი, ესეც საპირწონე სისხლი, ვინც ოდნავ მაინც ერკვევით სამყაროს მოწყობის კანონებში მიხვდებოდით, რომ უცებ ჩაუტარეს მსხვერპლშეწირვის რიტუალი იმ ღმერთს, რომლისგანაც შემდეგ გამარჯვება მიიღეს. ბრჭყალებში გამარჯვება მიიღეს. გადავახვიოთ ოდნავ უკან. ტრამპს რამის გაკეთება თუ სურდა 2020 წლის არჩევნები არ უნდა გადაებარებინა ბიორობოტი დემონკრატებისთვის, რომელმაც 2 სასტიკი ომი, უამრავი შეიარაღებული კონფლიქტი, COVID აფიორა და RNM ვაქცინაცია აწარმოეს სწორედ იმ ნაჩუქარი 4 წლის მანძილზე. ამოსაწყვეტი ამოწყვიტეს და ახლა გამოჩნდა ტრამპი უფლის ანგელოზივით მხსნელად, ხო? ოდნავაც არ მჯერა მისი და ბაიდენის დაპირისპირების, ისევე როგორც ამერიკის და რუსეთის დაპირისპირების. პირდაპირ განაცხადა, რომ ღაზას სექტორს ამერიკა აიღებს, გაწმენდს ნაგვისგან, პალესტინელებს კი ეგვიპტეში, იორდანიასა და სხვა ქვეყნებში შეასახლებს. მართალია ამ ქვეყნებს არ სურთ ტოლვილების მიღება, მაგრამ მივაღებინებთო. ღაზას სექტორში არსებულ ნაგავში პალესტინელები თუ შენობის ნანგრევები იგულისხმა აღარ აქვს მნიშვნელობა. სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია იყო ებრაელების ხელით კუთხეში მიმწყდეული პალესტინის არაბი ქალებისა და ბავშვების ხოცვა ჟელეტვას მათ ვაბრალებდით. მოვიდა ტრამპიდან ნაცვლად იმისა, რომ ისრაელი მინიმუმ გაეკრიტიკებინა ამ უბედურების დატრიალებისთვის, პირიქით ბაიდენი თუ ხოცვაში დაეხმარა, ეს გვამების გატანა დაწვაში ეხმარება. რაც შეეხება ჯანმოდან გასვლას, USAID-ის დახურას თუ სხვა მსხვილი ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტას, ასე ძალიან რომ გვიხარია, თქვენ გააკეთეთ ანალიზი. ჯანმოს RNM ვაქცინა დაგმოდა, თავად შექმნა კიბოს RNM ვაქცინა, რა მნიშვნელობა აქვს RNM ვაქცინა, რისთვის იქნება? ასევე TikTok-ზე ვისაუბრე, რომ ხიმთრელერებზე თქვა, რომ რაღაცას გვაფრქვევენო, ხიმთრელერების დასაკრავსიაში ცალკე კიდე რა ვიცი, ალბათ მე წავიკითხო, მაგრამ TikTok-ზე ვისაუბრე, მოგეთ თქვა ტრამპმა, რომ რაღაცას გვაფრქვევენო ზევიდანო, თითქოს არ იცოდა, მე ვიცი აქ კაცმა თბილისში და იქ ზოგიერთ რამდენიმე შტატში აკრძალვას აპირებდნენ ხიმთრელერების გადაფრენის და მაგათი არის გაკეთებული ყველაფერი, მაგ კომპანიებთან ეგენი თანამშრომლობენ. ხო და ისე იძახის, გეგონა პირველად გაიგო, რომ ხიმთრელერები გასაგებია როგორც ოფიციალურმა პირმა ეგრე განაცხადა, მაგრამ მოგეთ თუ რამეს დაასრულებენ მსგავს, აუცილებლად რაღაცა უარეს გააკეთებენ. ამის თქმა მინდოდა. ეხლა უნდა ჩვენ მოვუსმინოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, კიდე რამე ხომ რჩება. ხო, ერთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას, ესე იგი ხალხო, ეს ერთი წამით, ნახეთ როგორ რაღაც არის. ესე იგი, ეს ამ ეტაპისთვის ახლა იმედის სიუჟეტია, ეს იარაღისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. ეს ბევრს გამოგეპარებოდა და მე ჩავამახსოვრე, რომ მე თქვა თქვენთვის რას ნიშნავს ეს ყველაფერი. იქმნება DNM-ის ბაზა საქართველოში, რაც კარგად შეხედეთ რას გეუბნებით, ამ ეტაპისთვის კარგია, მაგრამ ეს ემსახურება ჩიპიზაციას. გიხსნით, ნახე, ეხლა კარგია და საჭიროა, კიდევ ერთხელ გიხსნით, საჭიროა, კარგია, მაგრამ გაგრძელება ექნება ტოტალურ კონტროლის ამბავში. ეხლა უყურეთ, მოусმინოთ ერთი წუთნახევრიანი სიახლე და გავაგრძელოთ. ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ
იერაღისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების შედის საკითხი პარლამენტის ჯანდაცვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება ერთიანი მონაცემთა ბაზა, რასაც სხდომა ექნება უწყებას, რომელიც გასცემს ლიცენზიას. იურიდიულ კომიტეტზე კი განიხილეს საკანონმდებლო ცვლილებები დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ. ცვლილების მიზანს წარმოადგენს, რომ შეიქმნას ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება იმ პირთა მონაცემები, ვისაც აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემები ჯანმრთელობის კუთხით, საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან, ნარკომანიასთან, ტოქსიკომანიასთან და ასე შემდეგ. აღნიშნული ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონდეს უტყუარი მონაცემების სხდომა იარაღის ლიცენზიის გაცემის დროს, ასევე მართვის მოწვევების გაცემის დროს. მნიშვნელოვანია, რომ თუ კი მოხდა კონკრეტული პირის რეგისტრაცია ბაზაში, რომელსაც გარკვეული უკუჩვენება და ამ შემთხვევაში ეს ინფორმაცია ამ შემთხვევაში ცნობილი გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ბუნებრივად მოხდება ლიცენზიის შეჩერება. იურიდიულმა კომიტეტმა დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნას. აქ მონაცემები აისახება იმ მიზნით, რომ დროულად მოხდეს დანაშაულზე რეაგირება, ასევე დაკარგული პირების იდენტიფიცირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინადადგმული ნაბიჯი, როგორც დანაშაულის გახსნის მმართველობის, ასევე დაკარგული პირთა იდენტიფიცირების კუთხით. ეს სიტყვა არ დავივიწყოთ დაკარგული პირთა იდენტიფიკაციის მიზნით. აი ნახეთ, წინ მივდივართ ჩიპიზაციის თემებში. ეხლა ყურეთ. გადაახვიეთ ზევით ასკროლეთ ჩიპიზაციის დასაკრავ სიაში 2020-21 წელი იყო, მე მგონი 2020. როდესაც გიორგი გახარი იყო პრემიერ-მინისტრი, მე პირველი ჩიპიზაციის ვიდეო მაშინ ჩავწერე და ვთქვი, რომ იქ ახსენეს ლოკაცია დაკარგულ პირთა ადგილმდებარეობის დადგენა. აი აქაც ახსენეს ეს, გავიდა 4 წელი, 5 წელი თითქმის, ხო? ხვდებით ხახნო რაში არის საქმე? ანუ ნახეთ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგია ამ ეტაპისთვის ზოგადად ეს საერთაშორისო ბაზა უნდა იყოს ერთი წუთით. ერთიანი მონაცემთა ბაზა, ანუ დნმ-ის რა. ზოგადად დაკარგულ პირთა იდენტიფიცირებისთვის ყველაფრისთვის რა თქმა უნდა, ანუ ტექნიკური საკითხია და საჭირო, ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ ნახეთ რა ხდება, როდესაც ციფრული ვალუტა შემოვა, ციფრული გახდება ჩვენი საბუთები, ეს რაღაცა მწვანე ბარათები, მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა, რა ქვია მაგას, პასპორტი, კიდე რა არის დაზღვევები, თავარი რაც იყო, მართვის მოწმობა, იმის სამედიცინო დაზღვევები, სამედიცინო ისტორია, ყველაფერი იქნება შესული ერთ აპლიკაციაში, როდესაც გაერთიანდება, ანუ დნმ-ზე იქნება მიბმული და მოკლედ ყველანაირად იქნები, ანუ ადამიანი ტოტალური კონტროლის ამბავში ყველანაირად, ესე იგი, აი ყველანაირად, აი როგორც იტყვიან, პლუს შენ დნმ-ში ნანონაწილაკები რო გაააქტიურონ, ან ბაზიდან ჩერეს 5G ინტერნეტით, მოკლედ ალბათ მიხვდებით რისი თქმა მინდა. ძალიან კარგია, მაგრამ მერე ტოტალური კონტროლისთვის იქნება გამოყენებული. რაც შეეხება ამჟამიდელი მომენტისთვის მართლა საჭიროა, იმიტომ რომ ზოგი დაბოლილი დადის და ზოგი გაკეთებულში ზის საჭესთან და ზოგი კაიფში დარბის იარაღით და პერესტროიკები მიდის თელ თბილისში და საქართველოში. ხალხი ხოცავს ერთმანეთს და ამ მხრივ ეს რეგულაცია არის ჰაერივით საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მომავალში ეს რეგულაციები ესე თავისით სოკოებივით არ ამოდის. იცი რა, მინისტრი დაფიქრდა სიტყვაზე და იცი მოდი ესე გავაკეთოთ. არა, ეს რეგულაციები მოდის ხალხო მსოფლიო მართლობიდან, ანუ იმ კომპანიებიდან და მასონებიდან თუ რაც გინდა ეს დაარქვი, ვინც დგას, ესე თქო, პრეზიდენტების უკან, ვინც რეალურად მართავს მთელს მსოფლიოს. იმ მთელი მსოფლიოსთვის ერთი თლიანი ციფრული კონტროლის მექანიზმები იქმნება. და ანუ თვითონ ციფრულ სამყაროში არაფერი პრობლემა არ არის, უბრალოდ ამ ციფრულ სამყაროს გამოიყენებს ბოროტი დაცემული ძალა იმისთვის, რომ ანტიქრისტე გააღმერთებინონ ხალხს. ამაზეა საუბარი და ანუ ეს მინდოდა, რომ ეს რეგულაცია რა შემოდის, ძალიან საჭიროა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ამ ეტაპზე, მაგრამ მერე ტოტალური კონტროლისთვის იქ დნმ-ში ჩვენი მონაცემები წასულია, ბაზები მოგეთ ყველანაირად გაკონტროლდება ადამიანი რა. გარდაცვლების პოვნა იქაც აი ეს ლოკაცია სულ იმას იძახი, იმიტომ რომ ეს ლოკაცია და დაკარგულების თემა წეღარა თუ თქვი, ახეთ რატო ამბობენ, რომ გეტყვიან ჩაიდგეთ ჩიპი, იმიტომ რომ ხალხი იკარგება სტიქიების დროს, ეს სტიქიერების მინიმუმ ნახევარი ხელოვნურად არის გამოწვეული და რო გიპოვოთ, ვიცოდეთ, რო სადღაც რო დაიკარგები, თებში რო ხარ დაკარგული, ამოგთხაროთ და გიპოვოთ, რომ ჩიპმა გადმოსცეს სიგნალი და გიპოვოთ სათხარ ვინ ხარ, რომ გვამები ამოვიცნოთ და რაღაცა. წარმოიდგინეთ იმაში სად იყო
ოდიში ერთი წუთით. ხო, ეხლა რო იყო, წარმოიდგინეთ. იმდენად გათავხედდნენ მთავრობები, წარმოიდგინეთ, ხალხო, ამერიკაში რაღაცა ის შტორმი რო იყო, ეხლა ბოლოს ქარბორბალამ რო გადაუარა და რაღაცა. ხალხს უთხრეს ამ ხელა შეურაცხყოფას აყენებენ საზოგადოებას, წარმოიდგინეთ, რომ ხალხს უთხრეს, რომ წინასწარვე დაიწერეთო თქვენი პირადი ნომერი, აი პირადი ნომერი, პირადობის მოწყობაში რო პირადი ნომერი გაქვს რა. პირადი ნომრებიო დაიწერეთ სხეულზეო, ფეხებზე თუ თითებთანო თუ ტერფებზეო, დაიწერეთ სხეულზე პირადი ნომრებიო, რომ ანუ ქარიშხალიო, რომელიცო სინამდვილეში ჩვენ გამოვიწვიეთო, ამას ხوار გეტყვიან. ქარიშხალი, რომელიც ხელოვნურად ჩვენი კლიმატური იარაღით გამოვიწვიეთო და რომ გადაგივლით და გადაგბუგავთ და დედას გიტირებთ და გაგანადგურებთ და რომ დაგხოცავთო და რომ დაიხოცებითო, ტალახიდან რო ამოვიღებთ თქვენ გვამსო, რო აღარ ვიწვალოთ ჩვენო და პირადი ნომერი გეწეროსო, რომ ვინ ახარ პირდაპირ მოგძებნოთო რა. ანუ ამაზე მეტი შეურაცხყოფა მთავრობამ ადამიანს რა უნდა მიაყენოს რა. ანუ მონახარ და დაიწერე პირადი ნომერიო რა. თორე ციფრებში კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის დამოკიდებულებაში, ხო და ეს მინდოდა მე თქვა, კიდე რამე არ დამრჩეს, მოიცა. 20 წუთი ვისაუბრე, საკმარისია, დანარჩენ ინფორმაციებს მე დავამატებ. იმედია მიხვდებით რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ეს არის ცალ-ცალკე საკითხები და დეტალები. ეს რაც ვისაუბრე არის წინა ჩიპიზაციის წინა ვიდეოების გაგრძელება რა. ესე მივდივართ ნელ-ნელა წილ და ინფორმაციულად ვამარაგებთ ერთმანეთს. მოკლედ აი ეს თქვა მინდოდა.